გახსირება. რა ხდება? რა ხდება? ახლა შევამჩნიე, რატომ გიხეთია? ზარმო მიხსნია კაცო. გიხსნია. მიხსნია. სხვისი აღარ ჩანხარ, თვალები არ გიჩანს. ეს ვიყავ. ვიჩო კაი ძალიან იცელებ. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ისევ და ისევ ონლაინ პოდკასტით, რადგან როგორც იცით მე ვარ გერმანიაში და გიორგი არის თბილისში, ისევ და ისევ გავიმეორებ ამას მე. კი ბატონო. ამასობაში ძალიან ბევრი რაღაცა დაგროვდა სანამ ჩვენ იმ წინა პოდკასტიდან მოყოლებული ამ დღემდე ბევრი რაღაც დაგროვდა, ბევრში რა იგულისხმება და არის UFC და ჩემპიონთა ლიგა. და გიორგი გამარჯობა ჯერ. გამარჯობა. ჩვენ ჩვეული სალამი. ყველას ისე სალამები. მე მინდა ამბობო მანდილ მინდა მივაცო მანდილებს 14 თებერვალი ანუ აღდგომა. სხვა ისეთ აღდგომა რაღაც. ცოტა პროტული დაბადების ხო, ყველა გოგოს რომელსაც აქვს 14 თებერვალს დაბადების დღე გილოცავ დაბადების დღეს, ვისაც კი არა გილოცავთ ვალენტინობასა და ჯანმრთელობასა და სიხარულს გისურვებთ. თქვენს მეორე თქვენს მეორე ადვოკატებთან ერთად და ჩვენ ეგ ბედი არ გვეწია, მადლობა. სამწუხარო. ყველაფერი ხდება ხოლმე. სამთარმა და სწავლამესე ის. ხდება ხოლმე. რამოსატანია და დავიწყოთ ახლა თებერვალი იყო ხო ალექსანდრე ჩხუმე? კი, ხო და თებერვალის მაგრამ დაიწყო შესანიშნავად. კი ბატონო, პირველი პოდკასტის თებერვალში ჩავწერეთ, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავად დაიწყო ჩვენი თებერვალი. და როგორც ხედავთ, იგივე მაისური მაცვია, რაც წინაზე მესვა, ეს დამთხევა არის შესანიშნავად. მე სხვათა შორის შევამოწმე წინა იმაზე, რომ მეცვა და სხვა შორის. ისედაც არ მეცვა ეგ მაიკა. არა, ისედაც არ მეცვა ეგ მაიკა, მაგრამ მეთქი მაინც დამთხევა რო არ იყოს თუ. კი ბატონო. კარგით, მოკლედ გადავიდეთ ნიუსებზე, გადავიდეთ. ალექსანდრეთი დავიწყოთ, რაც იყო მთავარი ჩვენთვის და ჯერ არამატიცებს. უნდა გავაკეთო გადასვლა. აბა და გადავედით ნიუსებზე. ხო, მოკლედ გიორგი ამბობდა მანამდე, მაგრამ მე შევაწყვეტინე, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა თავარი არის ალექსანდრეს გამარჯვება UFC-ს დებიუტში. ძალიან მაგარი. მე მოველოდი უფრო მარტივად, ალბათ უფრო მარტივად მოველოდი, მაგრამ მაინც ძალიან წყნარად მოიგო რა. კი ბატონო, მით უმეტეს ის სუპლექსი რო დააგდო და რა ვიცი რა უკნა კი ისე. აუ ეგ რასასწაული იყო. თან ისა არა რომ დებიუტებში მოგება ძალიან რთულია რა. მაინც ახლა ვერც რისკავდა, ახლა დებიუტია ვერ გარისკავ, ახლა ეგრევე ვერ წახვალ შეტევაზე. თან ისე ცოტა დაცვასაც იმაშავდა, მაგრამ მაინც ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ყველა რაუნდი წამოიღო რა. მაგრამ თან სახელი რა შევა და გვარი. ხო, ეგ ძალიან კაი ის. ბიჭო, ისე ძმები იყვნენ UFC-ში, არ ვიცი. კი. პირველი ნიკ დიაზი და ნიკ დიაზი. ხო. იდეალურად. მაგრამ მე მგონია ხო და იმედია მერაბი რო დაანებებს კარიერას თავს ეს იქნება სუბუქწონის ჩემპიონი. ხო, როგორც მგონი წინაზე თქვით რომ საინტერესო იყო, იმიტომ რომ თან ვოლკანოვსკი იქნებოდა ილიას წინააღმდეგ, თან ილიას ძმა იქნებოდა ვოლკანოვსკის სტუდენტისა და მოძღვარი იყო ვოლკანოვსკი ამ ადამიანის და ილიამ ესეც მოუგო. კი ბატონო. ხო, რავი რა, ბიჭო, ანუ რო მეც მეგონა რომ უფრო მარტივად დაასრულებდა ყველაფერს და ძალიან ბევრი ჯერ შეეძლო დასრულება მაგალითად. მაგრამ რავი, სამივე რაუნდი როგორც ესეთ კომენტატორები ამბობენ, ჯოჯოხეთში ამყოფა.
გაიხარნოს ეტანტას მინდია პირადად მინდია გვარი არ მახსოვს მინდია გადავიდე ხო ისე კიდე UFC-ში თოფურია თქვა გუში მგონი რომ შემდეგ კვირას დავაანონსებ ვისთან მიჩხუბებო და როდის მგონი კი გუში თქვა მახაჩევმაც თქვა უბრალოდ მგონი მახაჩევს იმას ქნა რა ქვია გასცა პასუხი რა მახაჩევმა თქვა რომ მე ჯერო არ მინდა ვეჩხუბაო იმიტომ რომ დასამტკიცებელი აქვს თავის წონაშიო და რაღაც ილიას თუ დასამტკიცებელია ვიას ანუ ზოგი ამბობს რომ რაღაც მარტო ერთი ისა აქვს რა title defense-ი რა მაგრამ რავი ბიჭო ანუ ყველას ეჩხუბა და თავიდან ვოლკანოვსკისთან ცოტა აზრია აი მაინც მოუგებს ვოლკანოვსკის აი ზუსტად ვიცი ნუ ვოლკანოვსკისთან იმსახურებს ახლა მეორე შანსი მაგრამ რა უქნათ რა გავაკეთეთ ჩვენ ყველას უნდა რომ მახაჩევს ეჩხუბოს ბიჭო ხო იმიტომ რომ ძალიან დიდი ჰაიპი იქნება თოფურია მახაჩე ხო და კიდე ჯოროგანმა თქვა რომ მე ვარ მაინტერესებს რომ რამდენი title defense-ი აქვს ილიასო მე მინდაო რომ ეს ჩხუბიო მოხდესო რა ხო თან ბიჭო და ჯოროგას მაგრამ ხო ჯოროგას მოისა ხო მაგრამ ევასება ის რა ქვია ილია ხო რა თქმა უნდა დანა ვაითი კიდე ამ იმებს რა ქვია დაღესტნელებს ხო ახტება მაგრამ იმაშება აღარ დავა კონკრეტად ხო ნუ ახლა გასაგებიცაა რატომაც რა რამდენი ხანია იმაში არიან რა ქვია top UFC-ის top ახ ბიჭო ვეღარ ლაპარაკობ top ქვეყანაში ქვეყანებში გადიან სტრიკლენდმა ხო სტრიკლენდი გული გამიცრუას ნუ სტრიკლენდი ხო არ ვიცი დრიკუს ანუ ვიცოდი რომ დრიკუსი მოიგო და მაგრამ არ მინდოდა რომ მოიგო და მინდოდა ძალიან ცუდი ის იყო და ხალი კი მართალია მენა არც ყველაზე ქალების ბოლოსინა ჩხუბი იყო ყველაზე კაი მე მგონი და მანამდე იყო პირველი იყო ახალი დებიუტანტი იყო და მაგან ეგრევე დაანოკაუტა პირველივე რაუნდში მაგან მოიგო fight of the night-ი შემდეგ მეორე ისიც რო უყურე ძალიან მაგარი იყო ვიღაც არ ვიცი ახლა საიდან იყო ნენა აღარ მახსოვს მაგრამ აი ერთმანეთს ურტყავდნენ აი გამწარებით რა მე ხანდი ყველაზე ცუცხუბი ეგ იყო სტრიკლენდის კი იმიტომ რომ რავი რასაც უყურე დრიკუსი დომინირებდა არა მაგრამ დაჯობა მთელი 5 რაუნდი ალბათ 4 რაუნდი დომინირებდა მეხუთე რა ერთი რაუნდი შეიძლება სტრიკლენდს წაეღო რა თან სტრიკლენდის იმაში მასევე რო დავამატოთ იყო შამა ჩვენი შამა იყო ბატონი პერეირა და ძალიან გაუკვირდა რატო არისო ასეთ ცუდ იმაშიო ცუდ ფორმაშიო სტრიკლენდი და ამ ჩხუბის მერე მოგეხსენებათ და შამამ გამოიწვია დრიკუსი რაზეც მაგრამ შამაზე ანკალავთან არა აქვს საჩხუბარი ხო და მე დრიკუსმა იმას ქნა რა ქვია უპასუხა რომ ჯერო შენ ეჩხუბეო ანკალავესო და ანკალავეს მოუგეო და მე მანამდეო არ ვიცი ნახე თუ არა მაგრამ მანამდე მახაჩევთან აქვს ჩხუბი დრიკუს აგი ნახე და სერიოზული ჩხუბი იქნება და წინაზე ვამბობთ მახაჩევს ვისთან ეკრება ჩხუბი და აგერ ბატონი დრიკუსი იმედია გაანადგურებს დარწმუნებული ვარ რომ გაანადგურებს მაგრამ ხო არა უჭვარ რა მეცეკნო კიდე წინ რო გაუნჭორიტოთ შეგვიძლია ვთქვათ რომ ილიასა და მახაჩევის ჩხუბზე დადის ჭორები რომ ან 314-ში, მაგრამ 314-ში არ მგონია, ან 316-ში იქნება ჩხუბი რა. გავჩე ეგ ჩხუბი როდეს მე იქნება ეგ ზუსტად ვიცი რა. და უნდა იყოს კიდევაც და ალბათ დანა ვაიცაც ეგ აქ გეგმებში რა, იმიტომ რომ ეგეთი ჰაიპი არც ერთ ჩხუბს არ ქონია დიდი ხანია. ხაბიბი იმისნერი ალბათ. კონორს. ხო. თან ბევრი ადარებს ილიას კონორს და ხაბიბი იმას ხავდა რა თქმა უნდა კონორს ნახეს ის არის და ბევრს გონია ისტორია განმეორდება მაგრამ რა ვიცი ნახოთ არა ხაბიბი ცოტა
დროა ვთქვათ რომ overrated-ია. კი არა, ხაბი მივედი, მაგრამ ნახაჩი, თუ მაგრეგორი თუ. ჩემთვის overrated-ია. ბიჭო, ანუ რა არის ახლა მაგრეგორი დიდად აი ასე ჩუბი და რაღაცა არ იყო რა. ბიჭო, ანუ ხო, შოუმენი იყო რა. ხო, ანუ ფული როგორ უნდა გაიგეთები. აი იმენა, მაგრეგორი არის მთლიანი UFC. ხო, და იცოდა რომ აუ, კაცრავად. მეთქი შენი ხმა რატო არ მესის? არ გესმოდა? ო! ნე, ხო. და ასამბობდი. ხოდა. კაუჩი UFC გარდა, მაგრეგორი ვარ ყოფილიყო UFC იქნებოდა ჯერ ისევ ძალიან დაბლა. ნამდვილად და მილიარდებს ვერ შევიდა ალბათ დანა ვაიტის UFC. ხო. და შენ ვთქვი, მე რა ვარო დაანებებს თავსო. წინაზე ილიამ იმის მერე ჩხუბის მერე თქვა რომელიღაც ინტერვიუში რომ იმედიაო და ალბათო მერაბი რო გადაწყვეტსო მაღალ ზონაში ასვლას მერეო ექნებაო შანსიო იმას ალექსანდრის ხო ხო ეგრე თუ მოხდა საინტერესო კი იქნება ეს ხო ნუ მერაბაც დომინირებს თავის ზონაში კაუჩი კაი პერიოდი გვაქვს რა UFC-ში რა ძალიან პრაიმში ვართ კი ფეხბურთის პრაიმიდან გადავედით ცოტა ხანი UFC-ის პრაიმში ხო ნუ ფეხბურთიც იმედია მალე ისე ეგ პრაიმი გაგრძელდება მალე გვიახლოვდება თამაშები ხო და მაშინ რა ხან ფეხბურთი ვახსენთ ფეხბურთზე გადავიდეთ ტექნიკურად გადავიდეთ და პირველი ის თქვათ სანამ ჩემპიონთა ლიგაზე მივალთ რომ კვარას ქონდა უკვე რამდენიმე თამაში და გოლიც მოასწრო კი ბატონო მონაკოსთან გაიტანა შვენიალური გოლი ძალიან მაგარი გოლი გაიტანა მართლაც რომ და ძალიან გაგვახარა ყველა აი არო ესე მალე გაიტანა რომ წნეხი არ გაზრდილიყო მე ცუდი იქნებოდა კი ნამდვილად და მოდი აი რადგან PSG-ზე ვართ დემბელეც უნდა ვახსენო ხო დემბელე და ბარკოლა არიან ხო ბარკოლა კიდე აი ახალგაზრდა და ნიჭიერი მაგრამ დემბელე რო ისე აკამბექებს და ის კარიერა ხო არა დემბელემ თვითონაც თქვა რომ მეო ასეთ იმაშიო არასოდეს არ ყოფილა ფორმაშიო TikTok-ში შეხვდა გუშინ თუ დღეს ამ სეზონამდე რაღაცა 98 თამაში ქონდა 18 გოლი გატანილი 98 თამაში და ეხლა ბოლო 11 თამაში 18 გოლი გატანილი წარმოიდგინე ხო და კიდე დემბელემ თქვა ის რომ მე რო წავედიო ბარსელონადან და რო ჩამოვიდა მესის მერე ის საუკეთესო ინგერი ვიყავიო ხო მესი არის თუ ეხლა ცოტა ზერმეტია მაგრამ ხო არა ბარსაში განცდი 16 წლის ბავშვმა რო ჩამანაცვლაო ძალიან ისე ვიყავიო რა შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს და მინდა რომ ბარსა შემხვდესო და იმედია ანუ მე არ მინდა რომ შემხვდეს მაგრამ თან მაგარი იქნება იმიტომ რომ ბარსა კვარა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და თან მინდა რომ იმინა გავაგდო რა PSG მაგრამ კვარას გამო არ მინდა რომ გავაგდოთ PSG ხო რა ასეთი ამბები მეც ეგრევა ლივერპულზე ზუსტად რა თან ან ბარსას ხდება ან ლივერპულს მაიზდა ხო კაი ისე მაგრამ ორივესთან ბარსას და ლივერპულს მაინც ფავორიტი იქნება რა თქმა უნდა ხოლმე კიდე კვარას თამაში ვიღაცასთან არ მახსოვს ხო ლიგა ეს ნუ კავშირი PSG გასულია რა 3-0 მოიგეს უმარტივესად კი ბატონო რაღაც მესიჯი მომივიდა ისეთი არაფერი ხო ბრესტთან მარტივად მოიგეს პირველადაც და მეორედაც რომელზეც ახლა უკვე გადავალთ ალბათ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე რავი მანამდე თუ კიდე რამე არ მოხდა რამოსი გადავიდა რაღაც გუნდში რომლის სახელი ვერ დავიმახსოვრე აპატიეთ ხო გავჩენ ხო რა ეგ ტრანსფერი მოხდა აუ ბიჭო და კონტრაქტი ვინახე და კონტრაქტი აქ ისეთი ანუ თლიან გუნდს მართავს ჩათვალე რა TikTok-ში შეხვდა და მე კი შემომოწედ მართლა იგივე იყო. ეხლა დიდი არ აქვს 4 მილიონი აქ, მაგრამ რამოს იტყვეს რა თამაში დაიწყო ძირითადში. ეს ერთი წარმოიდგინე. როცა უნდა გუნდი და წავა, ეს ორი. ისა რა ქვია, ეგრევე კაპიტანი მოითხოვა, ეს სამი ეგრევე გახდება. კიდე ისა რა ქვია, რომელ თამაში ძირითადში დაიწყებს ბონუსები ერიცხება, გოლზე ასისტზე ბონუსები ერიცხება.
ფორმები, გუნდის ფორმების გაკეთებიდან 5% მოითხოვა. ეს 3. აი, ბიჭო, ანუ ყველაფერი მოითხოვა, კავშირი ყველაფერი დიქტატორია. და თითქმის ოვნერი გახდა რა. ვა. ხო, საუბრ. მაგრამ ნუ ახლა უკვე მოხუცი არის. ერთო. და ნომერი აიყო სხვათა შორის 93 ატლეტიკოს რო გაუთანაბრა ბოლო წუთზე მატჩში. კი ბატონო. ბატონო. ხო, ნუ მანამდე კიდე არაფერი არ მოხდა რა. ტრამპს თუ არ ჩავთვლი. ტრამპმა ბევრი რამ შეცვალა. ტრამპა ისო სოფლიოში. კოკა-კოლის ის კაცების შემოსებში იყო სხვათა შორის. ხო, კი, მეც უყურე. კოკა-კოლის იკონოპკა. ონ კოკა-კოლა ზერო. მეც მჭირდება. ბიჭო, ძალიან მაგარი არის მართლა. ძვეჭი. კაცებმაც იღადავის მაგას. ატომური ბომბის რო შეეშალოს მე რა ხდება. ერთი კოკა-კოლა და რო პეთქდება ევროპა. კაი, თავარ თამაზე გადავიდით ხო? სანამ გადავიდეთ კაცებს გამახსენდა. კაცები ხო ბერლინში იღებენ იმას ფილმს და ხო თქოს რომ რაღაც გამოგზავნეთ რა შეიძლებაო რომ გადავიღოთ. გაუგზავნე. რამ იწერე? კრეატიული რამ მიწერე მე. ასეთი რაღაც უთხარი რომ მოდი ჩემთან დაგპატიჟეთ აქვე ვარ. არა, უთხარი რომ მეთქი ეს არა ისე გითხრა. ხო და უთხარი რომ მიწერე რომ მეთქი ბერლინში რო იქნებით თქო. ჩაიცვით თქო ესა რა გერმანული ოღონ ძველი სტილი რა. ძველ გერმანიაში როგორც ესვათ, ეგრე ჩაიცვით თქო. და ლაბაძეს ჩააბარეთ ისეთი ზურგჩანთა, სადაც ყველაფერი იქნება თქო რა, პასპორტები, საფულეები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო და გერმანია როგორც ვიცით არის საჭმლებით, უბრალოდ საჭმელი რა, ხორცეულობა აქვს გამორჩეული და პრეცელები. ხო და უთხარი რომ მეთქი ლაბაძე რომელიმე საჭმლის სუნს უნდა გაჩერდეს თქო შუა ქუჩაში. და უნდა დაიკარგოს. დაიკარგოს ხალხი. და ესენი რომ იმას იზამენ რომ ვა ლაბაძე დაიკარგა და სად არის? გაიკითხავენ რაღაც ხალხში გაიკითხავენ რომ აი თუ გინახავს დიდი თავა გოლიათი ან რაღაცა. ეგრე მიუწერე რომ სასაცილო დახსნა. და ესა რო გავა რამდენიმე ხანი და რომ მიხდებიან რომ აზრი არ აქვს, უნდა დაიწყონ მერე სიმღერა. რომ ფული შეაგროვონ, იმიტომ რომ სიოთ და შიოთ. სიმღერა უნდა დაიწყონ დურურუმ. და უნდა შეაგროვონ ესა რა ქვია, ფული. ხო და ამასობაში დაბრუნდება ბატონი ლაბაძე თავისი როგორც ჩვენ ვიცით, ცონ გამოცლილი ჰოთ-დოგით და პრეცელით ხელში. აი ასეთი შესანიშნავი აი სცენარია. სცენარი დაუწერე და იმედია ნახავენ და იმედია ცოტა კრეატივს დაამატებენ, იმიტომ რომ ახლა ხო ხდები როგორც რეჟისორი და ბერლინში ჩამოვიდნენ და გადაუღებ მე თვითონ ჩემი GoPro-თი გავეკიდე გამარჯვება. ჩემპიონთა ლიგა. ოღონდ ჩემპიონთა ლიგა. კაცებს აქედან პატარა გადახვევა. ბიჭო, ფიქრო ხო არ დაუთავო კაცები რა. კაცებო. ახლა ამ ვიდეოზე? ხო. ბიჭო, რა სანდოთ. როიცოდით. სანამ ამ მომენტამდე მივლეს. არა, რას ვიზა ვიცი? ის რო არის გადასახვევი. კაცებს როგორც აქვთ, რო აწერენ. ეცახეთას. YouTube-მა რო დაამატა ის ნახე? ვიდეოში ვისაც ახსენებ და რო ლინკავს ფოტოებს. მართლა გეუბნები. ბიჭო, ოსამათოვას უყურებდი აქვე ოქტოპუსი მოკითხო. ბიჭო, ლუკა იძახის თან ლაივი დროს წარმოიდგინე. ლუკა იძახის რომ ვისაც ახსენებთ ოსამათოვაშიო, მე description-ში ემატებაო მათ მაგათ ფოტოებიო, ბიჭო. შევამოწმე ხა ამჯეროდა მეთქი რანაირად ხო და რაღაც წინა ოსამათოვაში გადავედი და 58 ფეხბურთელის ფოტო იყო ჩასმული. წარმოიდგინე. ანუ ალბათ ხელოვნური ინტელექტი დაამატეს და სახელს და იმას როშვები, ეგრევე ვისაც ახსენებ, ეგრევე description-ში აგდებს ფოტოს. დაიცა, ანუ ეგ კაცი შედი ხა იქ ოსამათობა ნახე. თვითონვე და თვითონ ხო, YouTube-ი ამატებს. დაიცა. ოსამათობა გახსენე რომელი? 1-2 კვირის წინანდელი, აბა. ბიჭო რა მე რო შევამატე ერთ-ერთზე იყო. 3 კვირის წინ, აჰა. Wow, people mentioned და აქ მარტო ერთი არის ნეიმარ.
როდა ნახე რომ საუშალოდ ვერ გახსენია მო. აი ორი 68 კაცი რაღაც იყო ჩაგდებული ფოტოთან. 75 რონალდო, რონალდინიო, სოკრატესი, ზიკო, მარადონა, პელე. ვაუ! დაიც ანუ ახლა მე რო ვახსენო. ახლა მე რო ვახსენო, ეგრე იქნება თუ ანუ უნდა დავამატო რა. მესი. ლიონელ მესი. ლიონელ მესი. სასწაული ფეხბურთელის სხვათაშორის ლიონელ მესიმაც ძალიან კარგად ითამაშა MLS-ში. ნახეთ ისა შესანიშნავი დრიბლინგი ისა ესა და სუარესონისა და სუარეზმა როგორ გაიტანა. კიდევ ვინ ნახეთ სუარეზი, ლუის სუარეზი გაიტანა. კაი, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ იმას ვიყავს, ბევრი ხსნა მოგვიწევს და ამიტომ. კაი, გადავიდეთ City Real-ს. ეგრევე იმას მივაჯდეთ. საუკეთესო თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე. იოტორ გადავიდეთ City Real-ს. იცი დავიწყოთ. ის რომ გვარდიოლა წასასვლელია. ხო, გვარდიოლა გამოიწურა და ამოწურულია უკვე მგონი რამდენი ხანია 3 თვე. კაუჩი City-ს მაინც ოჩაღ როგორ თქვა, მაგრამ ოჩაღ. ხო, მეც მაგას ვიტყოდი, იმიტომ რომ მაგრამ სახში წააგეს Real-თან 3-2 რანაირად ახლა. რეალის ორ გოლს თუ გაუტანდნენ ანუ დაცვის გამო ლუკას ვასკესი ვალვერდ კი არა მენდი ვალვერდი ასენსიო და ჩუამე ხო ნუ მაგრამ მაინც რეალია რა ხო ანუ მაგით მოიგეს რა პირველი თამაში რა იყო პირველ დღეს ბანძი თამაშები იყო ატალანტა რაღაც არა ატალანტა ათველი მეორე დღეს გუშინ წინ იყო ხო პირველი თამაში იყო PSG ბრესტი იყო ხო ხო, PSG ბრესტი. პირველი თამაში PSG. აი, მან ისინი სალპარკო არათან კვარაზე ზაუთამაში ამბევი. ხო, არა თამაშის თავიდან არ დააწყებინეს კვარას სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. დემბელე მაგაც თავი გაიგიზა და გაიტანა 2 გოლი და 1 პენალტი გაიტანა ვიტინიამ. მაგრამ დიდი ხო სალპარკო ისეთი არაფერი რა. ხო, კარჩენ City რეალი ალბათ გასულია უდიდესი ალბათობით. აი ბერნაბეუზე წარმოუდგენელია ხომ City-მ დაუტრია. ნუ მეც ეგრე მგონია. ხო, ჯერ იქიდან რომ დავიწყოთ, აი ძალიან მაგარი თამაში იყო. ანუ მე მართლა ასე თამაშს არ ვეუბნები. მეგონა რომ რეალი აი დომინაცია იქნებოდა რეალის რა. ბიჭო, ხო მეგონა რეალი რომ მოიგებდა, მაგრამ რაო ესე. და ანუ რეალი ისევ იმეორებს თავის ისტორიას და ბოლო წუთებზე უტანს City-ს და უგებს. აუ ხო. ხო, ძალიან მაგარი იყო რა, ძალიან მაგარი. ბრაჰიმა გაიტანა რომელიც City-ს გაზრდილია. ხო? არა, ხო, City-ს გაზრდილია. და არაღნიშნა. ხო, არაღნიშნა. კიდე ბელინგემა ბოლო წუთზე მაგრამ ნუ ეგ ხა ისეთი გოლი იყო. კაუჩი ედერსონის ბრალი იყო ბოლო 2 გოლი ჩემი ასეთ. ბოლო ასდროსით. ანუ სად გამოვიდა? ბოლო 2 გოლი ხო, ნუ მეორე გოლი ისეთი იყო რა. დაამატა. შუაში და ბიჭო მეკარე რო ხარ უნდა გქონდეს ინსტინქტი რომ გვერდზე გადააგდო ბურთი რა. რა თქმა უნდა, ხო. ეხლა მე რო ვიდე, კაი, მაგრამ ედერსონი ხარ ბოლო. ბაპემ პირველი გოლი ჩემპიონთან ისა სოფლიო ჩემპიონატის სტილში გაიტანა, მაგრამ უფრო სულ ხო, მაგრამ ეგ გამართლება გოლი იყო, იმიტომ ბევრად. შეიძლება ბიჭო, რაღაცნაირი გოლი იყო და შეიძლება მიესწრო რა. გადაუხდა. ბიჭო, არ მისება რაღაც ფიზიკის კანონებში ეძინააღმდეგო. გაუმართლა რა, კარჩი. და ეგეც შეიძლება ედერსონის ბრალი იყოს, იმიტომ რომ იგაა პოზიციის ბრალი. პოზიცია ვერ არჩი. ხო. თორე ეგ აცუდარი იყო. არტი და ზუსტი დარტყმა იყო. ამ თავზე გადააფრინა და ჩაიშლა. ხო, წინასწარ გაყვა რა, ბაპეს გაყვა წინასწარ და მაგიტო თორე აი ძალიან ჩვეულებრივი, აი ძალიან ჩვეულებრივ დასაჭერი ბურთი. ხო, კარჩი City მერვე ფინალშიც ვერ გავა, ეგ ზუსტად ვიცი. არა ხო, რეალს ვერ გასწევინა შანსი არა. ხო. მერე ჰალანდს დაუდეს პენალტი. ფოდენი შეძლო საჯარიმოში დაუდეს პენალტი. და მერე უკვე რო გაიტანა ბრაჰიმა დიასმა, აი მანდ უკვე ესეთი იყო რა, დაძაბული იყო. არც მთელი თამაში დაძაბული იყო, მაგრამ რო გაიტანა ბრაჰიმ დიასმა, აი უკვე ეთყობდა რეალს, რომ აი ყოველ შეტევაზე უფრო ის იყო რა, ძლიერი შეტევები ჰქონდათ.
ხო თან ბოლო წუთზე რო ბოლო წუთებზე რო ათანაბრებენ, მე ვსაუბრობ ბიზნესი ხდება რეალის. ხო, გონი 3 წუთი იყო დამატებული თუ რაღაცა. ხო, ძალიან ცოტა იყო დამატებული თან. ხო, 92 წუთზე გაიტანა ბელინგემმა და აღნიშნა გონი ჰალანდს იმას ესაა. დასწინოდა გონი. და ბაპემ რო გაიტანა იცინოდნენ ბელინგემი ვინისიუსი და ბაპე ო, ეგაა. გოლის მერე ეგრე. ოკარჩენ სიტი რეალი მეორე თამაშიც საინტერესო იქნება ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ანუ სიტის უნდა ერთი გოლ რო გაიტანოს, თამაში თავიდან იწყება. ნამდვილად. ხო, ძალიან მეჭობა დაუტრია, მაგრამ მაინც კაი. იოდო. მაგრამ მე ყველა თამაში ინტრიგა თითქმის სიტის გარდა, PSG-ს გარდა, ეხა ბაიერნი, სელტიკი. იუვენტუსი. კარჩე მილანმა დააგოიგა სენსაციაა. ხო. ნუ არა სენსაცია ნაკლია. მილანის დაგება სენსაცია ყავსო საგანა. ნუ ახ ფეინორდის სტადიონზე იყო მაინც და. ხო არ და ბიჭო მილანს ყავს აი ძალიან კაი შემადგენლობა ყავს. არა მილანი უტევდა, აი მართლა რა, აი რო უყურებ თამაშს უყურებდი და აი უტევდა რა, მაგრამ ვერავთავრებდნენ, აი ბიჭო ხო ის იყო რა ბოლო პასია ჩვენაც გქონდა ახლა რა პრობლემაც გქონდა ჩვენ თავის დროს. ბოლო პასი აი იყო. სხვათა შორის ბაიერნმა მაინც მანერვიულა სელტიკზე. ნერვიულა. ერთი მართლა აი თავიდან უყურებდი ახლა სტატიებს და რაღაცა ბაიერნს ჰქონდა რავი ერთი 80% ბურთის ფლობ. და მე უკვე ისე უტევდა სელტიკი რომ ჩამოვიდა 54-მდე. და აი მართლა კარში ურტყავდნენ და რაღაც მეთქი ჩემი გიჟები ხო რა. თან მე ხო, კარჩ მაგრამ მილანი იმედია გავა, იმიტომ რომ ბიჭო მაგრა ბალეში ყო რა, შემადგენლობა ძალიან კაი იყო. ფელიქსი, კარჩ სერიაში ყავთ ალბათ ინტერის მერე საუკეთესო გუნდი. ხო. ინტერი просто სისტემურადაა ძალიან კაი გუნდი, თორე შემადგენლობით რა. ვოლკერი ტეო ფლანგებზე ძალიან კაია. შუაში რა, ყველა კაი. თან ანუ ისეთი გოლი გაუვიდათ ფეინორდთან, რავი. ხო, ან გადაახტა ხელზე. მეკარის ბრალი არის, ხო. და მეკარი ძალიან კაი მენი. ანუ ერთ პირველ იმაში ხო იყო ყველას დაძაბული სიტი რეალი. მერე იყო კლუბ ბრუგე და ატალანტა. ხო, ეგე ძალიან კაი თამაში იყო. ხო, ერთ-ერთი იყო და მეგონა რომ უკვე მეთქი მორჩება თქო და ბოლო წამებზე დაუდეს ბრუგეს პენალტი. და ასე მოიგო ბრუგე. ხო და მერვე ფინალებისკენ ჭისყრა არის მგონი 28-ში. ხო, 28-ია გარჩი. შემდეგ თამაში როდის არის? შემდეგ არის 18-ში, ხო? ხო, 18-ში იწყება. ხო, კენჭისყრა ძალიან საინტერესო იქნება. ხო, მართლა რა. აი ნეტო ვინ შეხვდება იმას რა. იმიტომ რომ მერვე ფინალებიც კაი წყვილები დაძება. წესით. მილანი თუ გავიდა, კარგი მილანი მე კარგი სუნი და ხოლმე რომ მერვე ფინალში გავიდეს უგრანდები რა. იმიტომ რომ კი კაია ის სენსაცია, მაგრამ სენსაცია ჯობია ბოლოს თორე ხან. ხო? ნაგვის ურნა საუკარიფე. ხო არა, ანუ ისე საყურებელი თამაშები იქნება რა, თორე აი ბაიერნის სელტიკს არ უყურებდი, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო უყურეთ. ირადული მიზეზების გამო. ხო და რავი საყურებლად რო გავიდეს მილანი, იქით ბაიერნი, აქეთ რეალი, იქით დორტმუნდა მარტივად მოიგო სპორტინგთან. ატალანტა. ხო, ნუ ატალანტა, ანავი ინტერი გავა. იუვენტუსი. ხო, იუვენტუსი, ხო. გონი არო ერთი გავარდება, ანივე, ნუ ხა PSG-ს გასული. ხო. იუვენტუსი ან მილანი გონია რომ გავარდება რა. ძალიან ცუდი გუნდია ორი. სამწუხაროდ. ხო, ნუ თავი გრანდები გავიდნენ რა. და თუ გავლენ და კაი თამაშები გველდება ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი და მყარი პოზიცია მჭირდება კომენტარი. ანუ უბრალოდ რა ხდება ახლა რა, ანუ არანაირი ჰეითი რა თქმა უნდა, უბრალოდ გონია რომ მაგრამ არ შეიძლება ესეთი რაღაც არ შეიძლება. ხო, ანუ ბევრი ანალიტიკოსი არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ დავსპირდაბრი ბევრი ანალიტიკოსი არსებობს, რომელმაც ფეხბურთი ვაფშე არ იციან. ხო არა. აი საერთოდ და რაღაც რჩევებს იძლევიან.
ხო და რომელიც არც ერთი არ მართლდება. ხო მე დაკვირვების იმაში ვიყავი, ვაკვირდებოდი ახლა ვინა სიტყოდა ანალიტიკოსები არ დავასახელებ რომლები. ვაკვირდებოდი და რამდენი თამაში იყო 4-დან რამდენი შესრულა ალბათ 2. მე მახსოვს 6-დან 4, ანუ ბიჭო თან ანუ იმას რომ ეს შეიძლება თქვა აი გავა City. ანუ შეიძლება თქვა ჩემ ეზრით გავა City, მაგრამ იმას რო იძლევი რომ აი City გავა 2 ბურთით მოიგებს ყარი პოზიცია. არ შეიძლება რა. და თან მე რაც ვნახე ამ ანალიტიკოსებმა რაღაცა ხო თქვეს, ანუ ხალხს ურჩიეს რაღაცა რომ აი ეს რამდენიმე ვარიანტი, ანუ მაგარი არის რამდენიმე ვარიანტს მაინც რო ეუბნები ხალხს, მაგრამ მე შენ თვითონვე რომ სხვა იმას რა ქვია ბილეს და რაღაცას დებ, ანუ ვაფშე სულ სხვა რაღაცას და შენივე სიტყვას რო არ მიყვები, აი გარი ცოტა ესეთი და ანუ ახლა მე რა მე მაინც no betting და მაინც სხვა ცხოვრობთ, მაგრამ ზოგს ჯერა რა თან ეგ არის რა. ხო, ზოგს კი არა ბევრს. ბევრს ხო, უმეტესობა ჯერა. კაი, იქით იყოს და ყველაზე მაგარი თამაში, როგორც სეტანდას კომენტატორები ამბობდნენ, რომ გაუმაზეთ ჩემპიონთა ლიგების დროს არის ევერტონი. ნუ მე რა მიხარ ეკულები დავკარგეთ მაგრამ. ევერტონი ლივერპული იყო Merseyside, კარჩი დერბები შემორჩენილი ალბათ აი რაც ის აქვს დუხი, City, City მეტყი. City United-ი აღარ ადერბი იმენა, არაფერი აღარ ხდება. El Clasico ისევ მაინც სუის აქვს სიზღი, Everton-ი ლივერპული და რა მე ხა იქით Celtic-ი და რაღაცები არის ხოლმე, მაგრამ ტოპ 4 ლიგაში აღარ და ძალიან მესია მომდა რაღაც კონჩი რა, ჩხუბები ბოლოს და ეს ასწავლეთ ჯამ თამაში იყო. ხო, კურტის ჯოუნსის ედიტები ხო. ხო, ძალიან მაგარი. თან ეგ კურტის ჯოუნსი არის იმენა ლივერპულში დავადებული. იმენა ლივერპულელია თან და მაგარი ის. ნობა რო იჩხუბ. და თამაში ძალიან მაგარი იყო 98 წუთზე. გავათანდა ეს. მე ვიდეო მიხვდებოდა ესა. ის რო სრიალებდა, მისრიალებდა. აქვია პიკფორდი. ხო. იმ ხელაზე გასრიალ. და ნუ რა თქმა უნდა ვანდაიკი დამწუხრებული იყო და არ იყო კმაყოფილი თავიანთი ანგარიშით. ხო, ნუ ეგ ხა იასნია თან ყველაზე მეტად ლივერპულს მაინც აი ევერტონი ხო ხა თუ ცუდი გუნდია. რა თქმა უნდა მე-16-ზე არიან, მაგრამ სულ აი დერბი რამდენს ნიშნავს და ის ფანები რო სულ ძალიან უჭირთ, აი სულ გასვლაზე აქვს მოგებული ის ბოლო 10 წელსი ორჯერ მე მგონი წარმოიდგინე. ხო, ანუ ეგრე იყო იქაც რა. ბაიერნი Celtics. ამ Celtics ხო აი მართლა გიჟი ფანები ყავს. ბაიერნიც ახლა თვალ ძალიან ძლიერები არ არიან ხოლმე გასვლაზე რა. ხო. მაგრამ ნუ კაი ჯერ ბაიერნი რომ მოიგებდა გვიცოდეს, მაგრამ Celtic-მაც ძალიან მაგრა გაუკაჩა და ფანებმა რა უგზა, აი ერთი გოლი რო გაიტანეს, გაგიჟდნენ ფანები. ხო, ნუ ეგ ახლა კიდე ისა ლიგა და ისა, მაგრამ ეს ახლა ჩაოლები პრემიერ ლიგის თამაში იყო, მაგრამ ასაული იყო იმენა. ის მივიღე რა ქვია. დოპამინი თუ რას მი. დოპამინი. აუ მაგაზე გამახსენდა ის რო ყვებოდა. ტესტოსტერონი მომივატა. დალიშვილი რო ყვებოდა. ვიღაცასთან იყო პოდკასტში, მგონი ლიდერბეთი თუ რაღაც. და ის დოპინგს როგორ აბარებდა. ხო. მე ჩაყავდა სეტანს და მგონი ეგ შეგვიძლია. ხო, ან სეტანს ხო რაღაც ეგეთი მასოს. სეტანს ხო. სეტანს საქართველოში მე რა ბიგაროჩე და ხო, საქართველოშია ჩამოიტანა თავისი კამარი. შეხვდა რაღაც ისინი გააკეთა. ზაფხულში ვიჭხუებო, კაროჩეო. და საქართველოში მაგარი ზაფხული გველოდებაო, ნინა დრამა ჩამოყავს მერაბს. იგი არ ვიცოდი. ზაფხულში მაგარი რომელზე მოფრინავენ? მე დავუყო. და ვიღაცამ დაუსვა ნინა დრამას ხო არ ჩამოიყანო და ზაფხულში ჩამოყავს. ხო, ნუ ზაფხულში მე მთელი 3 თვე, დაჟე თითქმის 4 თვე მანდ ვარ. ამიტომ მეგობრებო, მოგველის კაი კონტენტი და კაი ნინა დრამა. ლოგები, ბიჭო, ლოგების გადაღება უნდა დაიწყო. ბევრი. ანუ საქართველოში. ხო, ანუ აქ ის არა, ამ ზაფხულს ბევრი რაღაცა დაგეგმილი, ამიტომ.
ხო და ვლოგები დაიდოს უნდა. ბიჭო, აი ვლოგები მგონი რა ყველაზე კაი საყურებელია რა. Only გააჩნია ლოგს როგორ დაედიტებ რა. საინტერესო თუ არ დაედიტებ. ხო, აი ცოტა სწრაფი ვლოგი უნდა იყოს. აი ადრე შენ ძალიან ისეთი ვლოგები ქონდა. ნელი. ახლა გამოვასწორე ცოტა ედიტი. ცოტა. ანუ თუ ვიღაცა დამასპონსორებს ლოგები კი არა, ყველაფერი იქნება, ხო თავისი ედიტიანება და ბიჭო, ვიღაცა გამოშთით თუ რასაც ინდათ გაგირეკონა, თუ იმას იყოს. ხო, ბიჭო, აი კავატოზი იძახის ხოლმე იმას, რომ ახალი სახეები უნდა გამოსცენ YouTube-ზე და. ხო, ისა, კაცებთან. ნები წაგერდა. გაგვეხმარე. კაცებთან ხო იყო კავატოზი. და თქვა, რომ რა თქვა, არ მახსოვს, მაგრამ ახალი ხალხი აღარ ჩნდებაო რა მოკლედ. ხო და მეთქი ანუ მე უყურებ ახლა აქ ადამიანი და მეთქი რაღაც ჩამოვხედეთ ზემოდან რაღაცა მე რა კი ვფიქრობ მეთქი კომენტარი დაუწერო მაგალითად ჩემთან არა ცოტა მეინჯება ისეთი ახლა არაფერა ლიგის კენჭის გასვლოდებით იდე რავი არაფერი და ველოდებით ილიას იმას რა ხო ილიას ფაიტს ვის ეჩხუბება საბოლოოდ რო გავიგოთ. კიდევ ერთხელ მოგილოცვა მე დავადების დღეს. სხვათა შორის დავადების დღეს გამახსენდა. რა ხდება? ამ წელს დუმბა არ იხდის დავადების დღეს, ამიტომ არ მივულოცოთ ტყუილად. არ ვიხდი? დავადების დღის ნაცვლად მივულოცეთ აღდგომა. ხო. აღდგომა შემთხვევა გიორგი. ან პირიქით, მთელი ერი აღნიშნავს შენ, მთელი საქართველო აღნიშნავს შენ დავადების დღეს. ხო. სხვათა შორის მეორეჯერ დაემთხვა უკვე. ერთი 7-8 წლის წინაც ოცაპელს იყო და წელსაც ოცაპელსა დავაღდგომა. ხო, აღდგომა. 7-8 წლის მერეც და ჩემი დავადების დღეც როგორც 7 წლის წინ წელსაც ოცაპელსა. ხო, და აღნიშნო? არ ვიცი ჯერ რა ვიცი რა. არა, ხო აღდგომას არ შევა. არც პარასკევს არ აღნიშნო, იმიტომ რომ წითელი პარასკევი არის, არც შაბათს, იმიტომ რომ უნდა გახვიდე და კვერცხი გააგორო, ვირას ხო. აბა. ბიჭო ისე რა ისე. ნუ ეხა მე დიდად არც მიყვარს რაღაც პონჩი ჩემი დავადების დღეს აღნიშნა, მაგრამ რაღაც გეგმები არსებობს. გეგმები არსებობს გააშია როგორი სიტუაცია იქნება. მაგრამ აბა ვარდებიოთ, გაგძელე. ხო, თოთფერვალი ყველასთვის გულისტკი. აუ ძალიან ბევრი TikTok-ები ხდება უკვე ამ 14 თებერვალზე და ბევრი. ხო. ვიტამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს ესეთი over როგორ თქვა? over აი რაღაცა დაფასებული, დაფასებული. ხო, გადაფასებული დღე არის რა. ანუ მესმის, ნუ ეხლა შეობა მე რო არ მაქვს ის მე ხარ ის მუხამის ამაგიდო მაგრამ ანუ აი სიყვარულის დღე ხო ქვია. რატო არის სიყვარულის დღე ერთი? ანუ ადამიანი უნდა გიყვარდეს სულ, ხო? მართალია. და რატო აღნიშნავ ეს სიყვარულს და რატო ჩუქნი მარტო 14 თებერვალს? აჩუქე რენდომ დღეს, აჩუქე 23 აგვისტოს. სიყვარული ხო? 23 იული. ხო და აჩუქე ანუ ეგ არის ჩემი. რა თქმა უნდა, ვიღაცამ თქვა რომ საერთოდ თუ არ მახსოვს ვინ, მაგრამ თუ ბაითიც არიელიაო ყველა დღე 14 თებერვალია ვალენტინობის. ხო ანუ თუ 14 თებერვალს გიყვარ, ანუ რო ჩუქნი იმას. აუ ბიჭო აი ვერ ვაყალიბე მე ხათორ რაღაცა. ხები რასაც ამობ რა. ანუ რატო არის მარტო ერთი დღე გამორჩეული? არა მე არ ვაჩუქებდი 14 თებერვალს და ვაჩუქებდი ძალით 15 თებერვალს. ანუ ხო, ყოველ დღეს შეგიძლია ადამიანს აშუქო რაღაც, ხო მართალია. ხო. ანუ არ უნდა იყოს ეს იმის გამოხატავი, რომ აი მე ეს მიყვარს და ეხლა წავალ საჩუქრს ვაჩუქებ. ეგ შეიძლება იყოს დავადების დღე და ახალი წელი. მაგრამ სიყვარულის დღე რას რა? ახალი წელი და ვისა რა, რა ქვია? იმის დღე რა. ხო, ანუ წლის თავი. ხო. მაგრამ ხო ეგ მართალია, ანუ თან ახლა მაგალითად ვიღაცა ხო ფიქრობს არა, აი 14 თებერვალს რა უიყიდო, რა უიყიდო. ხო, აი რატო უნდა იფიქრო მაგას? ხო, რატო უნდა აი ატეკი იყიდე, აჩუქე, მაგრამ მე ზოგი გოგო იტყვის, რომ
რა პრობლემაა სხვა დღესაც მაშუქონა ხო და ანუ არ უნდა იყოს გოგო ჩემი აზრით დამოკიდებული იმაზე რომ აი 14 თებერვალს დგება და ეხლა ამან უნდა მითხრას მიყვარხარ და ამას მაჩუქებს და არა მარტო გოგო არა მარტო გოგო რა თქმა უნდა კი შოენ ბიჭო ხო და ეგეც არის რომ რატო არის ეს გაყოფილი ორად რომ ბიჭმა უნდა აჩუქოს გოგოს აჩუქარი და ახაც ხო ნუ არ უნდა იყოს ეგრე და ეგ ხო სექსისტობა ეგეც ხო სექსისტობა აქვე ვახსენე მარადონას გავარძო ნაცვლად მაინტერესებს თუ გაჩნდება description-ში თუ გაჩნდება ჩვენი მარადონა ხო და კაცი ეგრე უნდა იყოს ხო ეგრე უნდა იყოს და რაღაც გამახსენა და თუ დავასრულებ თვითყვი იმაზე რა ქვია აგუერონ რო თქვა აუ სიტინ თუ წააგურ რეალთან დავიჭრი ამოვიჭრი ხო და ეგ ცოტა დებილია მართლა ანუ ბიჭო არისო ეგეთი ადამიანი და რატო გახდა ეგეთი დამთა გულის პრობლემები გადავიდა ტვინის პრობლემებში მე მგონი ძალიან მეოსებოდა ეგეთი ტიპაჟი ძალიან ისეთი იყო რაღაც სერიოზული და ისეთი და ვინც ამთავრებს ხოლმე ძირითადად ფეხბურთელები სულ ყველა ეგეთ კომენტარებს აკეთებენ რატომაც ანუ ჯერ კომენტარებში და მე რაღაცა ქცევებსაც რა რონალდო დაიჭირეს გაბანკროტა და ყველაზე ცუდი პერიოდი არჩია სიტის გვერდში დასადგომად ხო რა გვერდში დასადგომად რა ხო სონის დასადებად ისა და ეგეთი რაღაცები სათქმეა სწორი რა იდგეს სიტის გვერდში ხო ეხლა მე ამ კიდე მოვუწეს თუ არა მაგრამ ცოტა ხო ესეთი კომენტარი ხო და არ და მაგრამ მევასება აგუერო და ეგეთ რაღაცებს რო იძახიან ხოლმე მე რაღაც იმას კარგავენ აურას იმენა აურა დაკარგა მაგის მე რაღაც გამოჩენი მომგონი ხო სტრიმები აქვს ხოლმე სულ და რაღაცები და სხვადასხვა ისინი დაიდროპა უკვე სოფლიოს ბილეთები რანდომ თამაშს და ანუ ყველაზე ცოტა ნახე ხო ძალიან ძვირი $4 იწერა ბილეთები არა წავიდოდა კაცი აუ მარა ამერიკაში ხო მარა წავიდოდა კაცი მექსიკაში შენ აქ იქნები თანა ეს სოფლიო რო იქნება იმიტომ რომ ხუთში იქნება ხუთში კი ბატონო და აი საფრთხეში ეგ შენთვის ცუდია იმიტომ რომ გერმანია 3 საათით ამარა არ პირიქით არა ხო ცუდია აქ რო იქნება იმიტომ რომ გერმანია 3 საათით უკან მაინც არის 2-ით ხო მაგროს უკვე ხო მაგროს 2-ით ამარა ჩვენ რა დახეული გვაქვს რომელზე იქნება ბიჭო ხოლმე თამაში და ანუ მაგ თამაშებს გამო და გავიგულს კაი კიდე კაი ზაფხული მაინც იქნება და ადრე გათენდება მაგრამ ხო მაგრამ აი პროსტა ნუ კაი დიდ თამაშებზე იქნები ხან იქ იქნები და კაცი ნუ დიდ თამაშებზე გაიგუძებ ან გადაათენებ მაგრამ ეხლა რაღაც ეკვადორი პერუზე ის ეგრე არის ხო ევრო 2000 ის ინგლისი ის რო იყო რა ბიჭო ეგ კიდე დილით 12-ზე იყო პირველი თამაში ხო რა 11-12-ზე იყო და გრძელდებოდა ბოლო თამაში იყო 8-ზე ანუ ხო და მე მაგის მე იყო კოპა ამერიკა და კოპა ამერიკა იყო ხოლმე ისა რა ღამით ხო ეხლა კოპა ამერიკა სულ ეგრეა და ბრაზილია იმას უყურე არგენტინას 5-ზე გავიღვიძე მახსოვს და ხო მე მარტო ფინალს უყურე კოპა ამერიკის იმიტომ რომ და ხო ისინი ჩაიჯიბა ხო და ეს ცუდია მაგრამ რაღაც პონჩი მუღამიცა აქ ისე ფეხბურთის გამო რო იღვიძებ ნუ ხო რა თქმა უნდა მაგრამ აი ახლა დაუფიქრი და 4 წელი გავიდა სოფლიოს მე და შემდეგ წელს არის შემდეგი სოფლი რა ხდება ხო მე მგონია წინა წელს იყო სოფლიოში ანუ ბიჭო სოფლიო მახსოვს ძალიან კარგად აი ეგ პერიოდი მახსოვს ძალიან კარგად აი დაჟე რენდომ სკოლის დღე შემილია გავიხსენო სოფლიოს მე მაგ პერიოდში და ეგ იყო 4 წლის წინ ბიჭო აბა მე ხოთა შორის ძალიან კაი პერიოდი იყო ეგ ყველასთვის მე მგონი რაღაც კაი ცხოვრება იყო მაგას ნუ თან ანუ ზამთარშიც რაღაც პონჩი გაასწორა რო იყო რა ზაფხულში ახლა ერთად ზამთარი გადაგვატანილა რო ესე რო თქვა ხო ხო კაი ხო ნუ ამ ზამთარსაც ახლა მაგ რაღაც გეგმები ვლოგები გითხარით ბუდუს თამაშზე მე იქით მარტშიც მაგ ერთი ვლოგი დაგეგმილი მაგრამ მაგას არ ვიტყვი ჯერ და აპრილში უკვე ჩამოვიდა თბილისში ვიქნები და აპრილში გავაგრძელებთ უკვე ცოტა კრეატიულ კონტენტს მანამდე მოვიფიქრე რაღაცები მოვიფიქრე ხო ნუ ველოდებით ზაფხულს ვიდეოს გარეთ ვიტყვი
მე წამოვალ ის. მე ზაფხულში 4 თვე გეგულებით 3 თვე. კი ბატონო, კი ბატონო. სამანახევარი თვე ვიქნები საქართველოში ძალიან მიხარ. აი ეს გადახოვები მომეწონა რა, იყო საუბარი. სიყვარულის დღეზე და ხალხის იმაზე და მაგას უნდა დაადო ის. რა მუსიკა და გაუშვა TikTok-ს. რატომ სვეჩი ბიჭო ეგრეა ჩემი ეს. რატომ არ უნდა იყოს ყოველთვის სიყვარულის დღე? უნდა გიყვარდეს. ბევრი წამობს ეგრე მართალისა. ორანდა წამობს. რატო არის? ანუ რა ისტორია აქვს ვალენტინობას აი არ ვიცი რა. შეიძლება რაღაც ხო ანუ რატო თქო. არ მისმის. მაგრამ რა ვიცი, აბა კაცების დღეს არ აღნიშნავ. ბიჭო ხონუ კაია რომ აი რაღაცა სიმბოლური დღეა სიყვარულის, მაგრამ სულ უნდა გიყვარდეს და სულ უნდა გამოხატავდე მაგას და არა მარტო 14-ში. აბა ისე სიყვარული რა თქმა. აბა რადგან ეგეთ სიყვარული როცა მხოლოდ ერთ დღეს გამოხატავ. და როგორი არის სიყვარული თუ მისთვის არ იბრძოლ? და არასდროს არ უნდა დანებდეს სიყვარულის გამო. ეს პატარა პირადია. ორი დანებებული. მე ბრძოლი. აქ რამე ის ფოტო უნდა ჩასო. დაჭრილი ჯარის კაცი. ახლა ვიტირი. ეს ამასევდი არ მუსიკა დააკითხო. თან დღეს გავიხსენეთ ფეხბურთზე რო ერთად დავდიოდით. ჩემპიონატებზე თურქეთში რო ერთად დავით. ბრაინ თურქეთი. აი დასასრულისკენ წავით. მოგეთ ცოტა გული გაგიხსენით ისა. მთელი ისა არ მithქოს რა ქვია, მთელი პოდკასტი არ მithქოს რომ უნდა გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო და გავუშიაროთ და ბიჭო და კომენტარები წერო კომენტარები. რა თქმა უნდა დააკომენტაროთ. მე ნამდვილად დავთაგავ კაცებს. ნეტ აქ ის გაჩნდება ახლა რო თქვა გიორგი ჯანელიძე. ისე ქართველები ჩნდებიან, იქ ქართველებიც იყვნენ რაღაცა. ვინ არის ყველაზე ცნობილი? გუგაჭყონია. აი აღარ მინდა. გვიყო ცანცარი. ანი ლოლაძე. შემდეგი პოდკასტი თუ კიდე ონლაინ იქნება, ალბათ უკვე სტუმარი გვიყოლება ბატონო. მენდეშა. აი სტუმარი არის. გვეთყვის. ბიჭო, მოდი ახლა უცილოთ ისი ლუკა ანდათო ანუ კი ბატონო. საინტერესო ისტორია აქვს მაგალითად. საინტერესო სტუმარი იქნება ჩემი აზრით. ლუკაოს ვესაუბროთ ფსიქოლოგიურ საკითხებზე. ხო. მათემატიკა. ყველა ერთად შეიძლება რა. ცოტა ის კი იქნება. მეგობრებს კარგ. ცოტა ის კი იქნება რა ღრიანცელი. აყლიოზი და გვიმართება. ღრიანცელი. ხო, ნუ მოკლედ. თუ მოგეწონათ პოდკასტი და ლაიქეთ ვიდეო და გვიწერთ გულები, იმიტომ რომ ვალენტინობა არის აი ესეთი გულები. აი შემი ერთი გიორგი. ბიჭო, მოიცა როგორ ვაკეთებდი? გაი ბევრი. შენი რამხელა გულია და ის. ჰა. მინდი. რა სადაგა. გაი. ბიჭო ეს მასალა ესა. კონუ მასალის ეს კაროჩე და ვეღარ ვაკეთებ. მე მარცხენაზე უფრო კარგად გამომდის ვიდრე მარჯვენა. კაროჩე ეს. ბიჭო რა ხდება? გულს ვერ ვაკეთებ. თმებს რაჭის. ეს ვეღარ ვაკეთებ. ეს ხო გულია. ოპა. ეს იყოს ის, დავაი. რა ქვია ის? ვაკანდა ხორე. არა. ფოტოჩა, ამ ფოტოთი იყოს. ვიდა. რა ძალიან გეი. დავიმახსოვრე 5:51, კაი. ხო, მოკლედ ეს რა ქვია და გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. ძალიან გაიწელა უკვე. და მე ვთაგავ კაცებს, ვთაგავ ოქტოპუს, მოგვიჭერთ ხოცებით ვიღაცამ დაგვასპონსორეთ, აი გემუდა. ბიჭო, იცი რა ქნა, ვიდეოში თქე ხომ იუთუბერები, პროსტა. კი ბატონო. და უბრალოდ არაფერ შუაში. როგორც ის ვახსენე მარადონა. აქვე ვახსენე გიორგი კალატოს.
ბიჭო აი ყავა, ჯერ მაგრამ რამ პატარა ის რა ფულადი ამჯერ 1000-ს არ არის ახიცი. მართლა ხო 836-ნი ვართ. არა ერთი პერიოდი რა დაიბუსტა, ერთი 800-დან 30-მდე. მადლობა რომ გიყურეთ და მადლობა რომ მისმენთ, იმედია მაგნიტოფონში არ უსმენთ და თან ვიყურებით. ვინც მაგნიტოფონში უყურებდა ტელევიზორები ჩვენზე იყოს. რა ცოტა იბეყა. ანერა დამასპონსორონ და აი. კაი. ეგ მერე იყოს. მადლობა მეგობრებო. და კიდევ ერთხელ ნახვამდის და გეხუტუნეთ გაკოცეთ ქვედა წინებში. ნახვამდის მეგობრებო. Really going really nice. 1 pound fish. Come on, Aqli yol diyelim. lady.